ვინ დარჩა ნაციონალურ მოძრაობაში? მაშინ ასე დაგისვამ შეგეთქვით, ახლა გქონდათ არჩევნები, ხო? ხო, აი სია, ხო, მაგრამ შეხედეთ გადავხედოთ თქვენ სიას. ვინ ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობის სახელით? ან ვინ ლაპარაკობდა? გუბას სანიკიძე. თამარ კორძაია, რომელიც წავიდა. არ ვიცი, აი რა პრობლემა არის? აი რამდენიმე ლიდერი წავიდა სხვა პარტიას შექმნა. ანუ არ აღიარეთ იმას, რომ პრობლემები აღარ აქვს, პრობლემები გაქვს. ზოგი მოდის ნაციონალური მოძრაობის პრობლემები ყველგან არის, როცა 13 წლის მანძილზე მუდმივ დევნაში ხარ, ამხელა წნეხში ხარ, მთავარი სამიზნე ხარ, მთელი აი ამ რუსული აღურასნალი პროპაგანდის, დეზინფორმაციის მთელი რაღაცა ნიაღვარი მოედინება შენზე, რა თქმა უნდა, იქ პრობლემები არის და რა თქმა უნდა, მუდმივი გამოწვევების ყველაზე მეტი დაჯარიმებული, ყველაზე მეტი დაპატიმრებული, ყველაზე მეტი დევნილი და მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, აგერ უკვე 2000 წელი იყო და 2025 წელია და ამდენი ხანია, ეს წარმოუდგენელი ამბავია. მიშას პლაკატს არ გაღებინებენ აქციებზე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ეს რა ხდება? თან მიშას ამომრჩეველი რო უნდათ აქციაზე და თან მიშა რო არ უნდა ახსენოთ. რატო არის მიშას აფრთხობელა? არ შევდივარ ამ ძალიან რაღაცა ისეთი ძალიან საჩოთი რო საქციელია იმათ ხრიდან რაც ადამიანურად არის გაუმართლებელი, ის არის გაუმართლებელი პოლიტიკურად დაახობს ხალხს, ანუ ეს არის მიშა სააკაშვილი მიუხედავად იმისა, იმის მიუხედავად ვინ აქებს მას, ვინ აძაგებს, ვინ არის მისი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციის მხრიდან ვიძახი, როცა სხვადასხვა ლიდერს შეეხო აი ამ რეჟიმისგან პრესინგი და ან სასამართლოში წაიყვანეს, ან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა, ციხიდან ყოველთვის ნებისმიერ მათგანს მიუხედავად იმისა, მათი მხრიდან იღებს კრიტიკას, მხარდაჭერას იღებს თუ არ იღებს, ყოველთვის უცხადებს მხარდაჭერას, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, არის აი ამ საშინელი ბულინგის და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი და ზუსტად იცის აი ეს სიმძიმე პოლიტიკური დევნის, რაც არის თავის თავზე აქვს გამოცდილი და მეხუთე წელიწადია ესეთ მდგომარეობაშია, ხო? ძალიან ცუდი საქციელია, ადამიანურად არასწორი, არის პოლიტიკურად არასწორი დევნილ ადამიანს, რომელიც ამდენი ხანია ციხეშია, რისთვის, იმიტომ რომ უკანონოდ და უსამართლოდ განდევნილი იყო, შეთხსული საქმეებით და დაბრუნდა თავის ქვეყანაში. შემდეგ იცახდა, რომ აღარ მაინტერესებს ქართული პოლიტიკაო და რატო ყო დააინტერესდა? ნუ ეხლა სხვადასხვა ეტაპები იყო, არა როგორ შეიძლება მიშა სააკაშვილის არ აინტერესებს. ქართული პოლიტიკა მიშა სააკაშვილი უკრაინაში, სადაც იყო მთელი თავისი არსებით იყო მთლიანად ჩართული აქაურობაში და ეს დიდმა სიყვარულმა დააბრუნა სამშობლოში და უსამართლობის შეგრძნებამ. ზვიად გამსახურდია რომ დაბრუნდა თავის დროზე, გახსოვს აბულინგებდნენ წინასწარ, მე მახსოვს ეს ამბები, როცა ვიკვლევდი ამ წარსულს, ის განცხადებები არ იწვის და ის გაზეთებიც არსებობს და რომ ჩაიხედოთ ნახავთ იქ რომ ვერ დაბრუნდება შიშარას ეძახდნენ სხვადასხვა ეპიტეტებით ამკობდნენ მაგრამ დაბრუნდა და როგორც გაუსწორდნენ არაპატიას დაბრუნება ხო ის დრო რო იყოს მიშა სააკაშვილსაც ფიზიკურად გაუსწორდება მიშა შემდეგ ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა და შეაკლა თავი და მიშა დაიჭირეს და მე გათავისუფლებას ითხოვდა სამონტყოფში გადავიყვანეთ უცხოეთშიო მიშასი და ზვიადის შედარება მე რამდენად რელევანტურია საერთოდ იცი რა ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია ზვიად გამსახურდი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტი თავისი ძალიან დიდი დამსახურებით მიშა სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან დიდი დამსახურებით და ზურაბიშვილის დამსახურებებზეც ვისაუბროთ წლიანი მმართველობით მინდა გითხრათ რომ აი ამ უახლეს ისტორიაში საბჭოთა კავშირის რევიდან მოყოლებული უფრო შორეულ წარსულში არ წავა ყველაზე წარმატებული პერიოდის ყველაზე ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული ლიდერი ეს არის ფაქტი